კომპანია OpenAI-ში განაცხადეს, რომ ხელოვნური ინტელექტის უახლესმა მოდელმა Sora 2-მა უკვე აჯობა ChatGPT-ის ჩამოტვირთვის რაოდენობით პირველ დებიუტო კვირაში. ამის შესახებ Sora 2-ის ხელმძღვანელმა პლატფორმა X-ზე განაცხადა, ChatGPT-ისგან განსხვავებით Sora 2 არის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც ტექსტის აღწერის მიწერის შემდგომ შეუძლია ვიდეოდ გარდაქმნას ის, რისი დანახვაც მომხმარებელს სურდა. ბოლო დღეების განმავლობაში შესაძლოა შენიშნეთ, რომ სოციალური ქსელები და განსაკუთრებით ვიდეო პლატფორმა TikTok-ი აივსო ისეთი ვიდეოებით, რომელიც ვიზუალურად ძალიან მაღალი ხარისხის არის, თუმცა მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ ვიდეოში, არადამაჯერებელი არის. ზოგიერთი მომხმარებელი შეცდომაში შევიდა და ასევე საუბარი არის დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით და საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან არაერთმა კომპანიამ უკვე ბოლო კვირაში გადაწყვიტა, რომ სწორედ Sora 2 გამოიყენოს იმისათვის, რომ გააკეთოს თავისი პროდუქციის რეკლამა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ამჟამად დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის რეგულაცია. რაც შეეხება Sora 2-ს, მისი ჩამოწერა შესაძლებელი არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ამჟამად თანაც სპეციალური მოწვევის მიღების შემთხვევაში. განსხვავებით ChatGPT-ისგან, როდესაც ChatGPT წარადგინეს, მისი ჩამოტვირთვა თავიდანვე შესაძლებელი იყო მომხმარებლებისთვის, თუმცა ამჟამად ის ხელმისაწვდომია მხოლოდ Apple-ის ონლაინ მაღაზიაში, თანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა როგორც აღნიშნავენ კომპანია OpenAI-ში თანდათანობით დაემატება სხვა ქვეყნებიც და Sora 2 გახდება უფრო მეტად გლობალური, შესაბამისად, რათა შეძლონ მომხმარებლებმა გამოიყენონ ის, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ, თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დაიწესოს სპეციალური რეგულაციები და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ზუსტადაც, რომ საუბარი Sora აპლიკაციის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში Motion Picture Association-ში აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ასოციაციის ფილმების, ასევე შოუების პერსონაჟების გამოყენება დაიწყეს Sora 2-ში, ანუ ამ AI-ში, იმისათვის, რომ გაეკეთებინათ სხვადასხვა ტიპის რეკლამა, რაც მათი შეფასებით არის საავტორო უფლებების დარღვევა. აღსანიშნავია ის, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა სემ ალტმანმა, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და მისი თქმით, Sora 2-ს დაემატება სპეციალური ინსტრუმენტები, რაც მეტი რეგულირების საშუალებას მისცემს ფლობელებს ფილმებისა და სერიალების, რათა, ასე ვთქვათ, საავტორო უფლებები ჰქონდეთ პერსონაჟებზე. მაგალითად, ამჟამად უკვე, როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, ძალიან გართულდა პიკაჩუს გამოყენება, რადგან მასზე გავრცელდა საავტორო უფლებები და შესაბამისად პიკაჩუს გამოყენებით ვიდეოს შექმნა Sora 2-ის დახმარებით არის უკვე გართულებული. ეს მანამდე გავრცელდა ეს ვიდეო სოციალურ ქსელში. როგორც უკვე გითხარით, თანდათანობით სავარაუდოდ დაემატება უკვე სხვა ქვეყნებიც და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რაც დროსთან ერთად მოიმატებს დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბიც და ამისათვის საჭიროა, რომ მომხმარებლები იყვნენ მზად და მიაქციონ კონკრეტულ დეტალებს ყურადღება, როდესაც სოციალურ ქსელში დაინახავენ ამა თუ იმ ვიდეოს. ერთ-ერთი მთავარი დეტალი არის ის, რომ Sora-ს მიერ შექმნილ ვიდეოებს ექნება სპეციალური მონიშნა და ეწერება, რომ ეს არის Sora-ს მიერ დამუშავებული AI, ანუ ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული ვიდეო, თუმცა დასავლურ მედიაში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის საკმარისი და დამატებითი მუშაობა არის საჭირო, რადგან Sora-ს გააქტიურებასთან ერთად ასევე კიდევ უფრო მეტად დაემატა ინტერნეტში ისეთი ინსტრუმენტები, რომელსაც შეუძლია ეგრეთ წოდებული watermark-ის, ანუ სპეციალურად ამ მონიშნით, სადაც წერია, რომ ეს არის Sora, დაარედაქტირონ, ან უბრალოდ გააქრონ და შესაბამისად მომხმარებლებმა ვერ დაინახონ, რომ ვიდეო არის დამზადებული AI-ის მიერ. ამჟამად მიმდინარეობს საუბარი, თუ როგორ გავრცელდეს სოციალურ ქსელში ვიდეო ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი შევიდეს შეცდომაში.